თანამედროვე რეალობა ყოველდღიურად გვარწმუნებს, რომ საერთაშორისო ნორმები მხოლოდ ფურცლებზე დატანილი, ძალის არ მქონე სიტყვებია. ვხედავთ, რომ პრაქტიკაში სრულად მორღვეულია საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტური პრინციპები, რითაც სუვერენული სახელმწიფოები თანასწორნი არიან, რითაც სახელმწიფოებს ერთმანეთის შიდა პოლიტიკაში ჩარევა ეკრძალებათ. დღევანდელ მსოფლიოში უამრავი და აშკარა მაგალითი გვაქვს, როგორც ცდილობენ ჩრდილში მყოფი ძალების საკუთარი გავლენების გაფართოებას, სხვადასხვა ქვეყნებზე კონტროლის დამყარებას. ზოგან ძალის დემონსტრირებით, ზოგან შიდა არეულობების ინსპირირებით, ზოგან კი თავისუფალი არჩევნების ხელყოფით. მსგავს რეალობაში გადარჩენის ერთადერთ გზას სუვერენიტეტის განმტკიცება წარმოადგენს, რისთვისაც უმნიშვნელოვანესია არჩევნების, როგორც ადამიანების თავისუფალი ნების გამოხატვის დაცვა გარეჩარევებისგან. ეს უკანასკნელი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან თანამედროვე ტექნოლოგიებმა დეზინფორმაციის გავრცელება უკონტროლო გახადა, რაც თავის მხრივ კონკრეტული ძალების ხელში მძლავრ იარაღად იქცა. ზემოქმედება მოახდინონ ადამიანების არჩევანზე ცრუ ნარატივებით, რითაც ერთი მხრივ შეძლებენ სამიზნე ქვეყნების შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას, მეორე მხრივ კი სავალალო შედეგებზე პასუხისმგებლობასაც იხსნიან. რადგან ეს შედეგები თითქოს და დემოკრატიული ნორმების შესაბამისად არჩევნების გზით განსაზღვრეს იმავე ქვეყნის მოქალაქეებმა. უცხოძალების მიერ არჩევნებში ჩარევის რისკი პიკს აღწევს საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე, რაზეც კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ ჯერ კიდევ 2016 წელს გამოქვეყნებულ სამეცნიერო სტატიაშიც ვკითხულობთ. ხმის მიცემამ კონტროლირებადი გარემოს გარეთ, სადაც ვერ ხდება საარჩევნო უბნის მსგავსი ზედამხედველობა, შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი პრინციპების დარღვევა, როგორიცაა ხმის უსაფრთხოება, საიდუმლოს დაცვა, ასევე გარანტია იმისა, რომ ყველა ხმა მიღებულია და დაითვლება. ხმის მიცემის კონტროლირებადი გარემოს ნაკლებობა ნიშნავს, რომ ხმის მთლიანობა გარანტირებული არ არის, რადგან ვერ უზრუნველყოფთ ამ მრჩევლის სწორ იდენტიფიკაციას ან იმას, რომ ხმა მიეცა თავისუფლად ზეწოლის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ რისკები საზღვარგარეთ ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით კრიტიკულად მაღალია. და ეს რისკები კიდევ უფრო იზრდება, როდესაც ვხედავთ, რომ უცხო ქვეყნების ლიდერები ღიად და მიკერძოებულად არიან ჩართული ქვეყნების შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. მათ მიერ კონტროლირებადი ოპოზიცია და პროპაგანდა კი სწორედ ემიგრანტებზე აკეთებს სწორებას. ემიგრანტებს ვეტყოდი, რომ ადრე მიდით. ეს არის ზუსტად ის მომენტი, როდესაც თქვენ უნდა გააძლიეროთ და გადაარჩინოთ საკუთარი ქვეყანა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გაგიმარტივოთ ეს რეგისტრაციის პროცედურა. ოღონდ მოგწერეთ, იმიტომ რომ თქვენ ხელშია ამ ქვეყნის ბედის გადაწყვეტა. გამოიყენეთ ჩვენო ემიგრანტებო კიდევ ერთი დღე იმისთვის, რაც შეიძლება მეტი დარეგისტრირდეთ. ჩემო ძვირფასო ემიგრანტებო, თქვენ ხართ უცხოეთში და თქვენ უნდა იბრძოლოთ. ძალიან აქტიურობენ ჩვენი ემიგრანტები. რატომ არიან ამგვარად ჩაციკლული ემიგრანტების ხმებზე მეტად, ვიდრე ქვეყნის შიგნით მცხოვრებ ამომრჩევლებზე? პასუხი მარტივია. ისინი ბოროტად სარგებლობენ მოცემულობით, რომ ემიგრანტები ქვეყნიდან მოშორებით ცხოვრობენ. არ აქვთ შესაბამისი ობიექტური რესურსები საკუთარი თვალით ნახონ ქვეყანაში არსებული ვითარება. ეს რომ არსებითად კრიტიკულ გამოწვევას წარმოადგენს, საქართველოში ჩატარებულმა ბოლო წლების არჩევნებმა ცხადყო. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ ზემოქმედებენ ემიგრანტებზე ინფორმაციული შტურმით და ბოროტად სარგებლობენ იმ მოცემულობით, რომ ემიგრანტები არ არიან ჩართული ქვეყნის შიგნით მიმდინარე ყოველდღიურ ცხოვრებაში. High-stakes parliamentary elections seen as a choice between Russia and the EU. მაგალითად, ყოველი არჩევნების წინ დასავლური მეინსტრიმ მედია, რომელიც სრულად კონტროლდება Deep State-ის მიერ, მოდელირებულად გადასცემს ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. ცხადია იმ ძალების სასარგებლოდ, ვინც Deep State-ის მიერ მართულ ევრობიუროკრატიას სურს ქვეყნის სათავეში. მაგალითად, Deutsche Welle 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ აქვეყნებს სიუჟეტს, სადაც ძირითადად პროოპოზიციურად განწყობილი ხმები ისმის. ისევ ეგრეთ წოდებული რუსეთისკენ გადახრის უარგუმენტო ბრალდებები. პარალელურად კი ბოლოსკენ სიუჟეტის ავტორი ქართული ოცნების შეკრებაზე მყოფ მოქალაქეებს ორგანიზებულ საჯარო მოხელეებად მოიხსენიებს. Supporters include many public servants who attend the rally in organized groups. აქტიურად ვრცელდება სტატიები საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე. სტატიები, სადაც მიხეილ სააკაშვილი ტყვედ და მოწამლულად ცხადდება. სტატიები, რომ თითქოს საქართველო რუსულ კანონებს იღებს, რომ საქართველოში რუსული სტილის რეპრესიებია.
და ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ პროპაგანდისტული ტალღისა, საიდანაც ტყუილ მართალის გარჩევა საკმაოდ რთულია. თუ თავად არ ხედავ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, უშუალოდ არ ხარ შემხებლობაში ყოველდღიურობასთან. კონტროლირებადი მედიიდან ხომ შეუძლებელია რეალური სურათის დანახვა. მით უმეტეს მაშინ, როდესაც სინამდვილისგან არა მხოლოდ პროპაგანდა, არამედ ათასობით კილომეტრიც გაშორებს. შედეგად გარეძალებს ემიგრანტების განწყობებზე ზემოქმედება გაცილებით მარტივად შეუძლიათ, ვიდრე ადგილობრივებზე, ვინც საკუთარი თვალით უყურებს რეალობას. ამგვარმა ინფორმაციულმა შტურმმა კი რამდენიმე ქვეყნის მომავალი უკვე შეცვალა. მაგალითად 2014 წელს რუმინეთში არჩევნების პირველი ტური ვიქტორ პონტამ მოიგო 40%-ით. მის ოპონენტს კლაუს იოჰანეს კი 30% ჰქონდა. კლაუს იოჰანესი ევრობიუროკრატიისგან მხარდაჭერილი კანდიდატი გახლდათ. დასავლეთი კი მისთვის მიუღებელ პონტას ტრადიციულად პრორუსის იარლიყით ებრძოდა. მეორე ტურში ყველას და გასაკვირად კლაუს იოჰანესმა 54.43%-ით გაიმარჯვა, რაც დიდწილად სწორედ უცხოეთიდან შემოსულმა ხმებმა განაპირობა. გლობალურმა ძალებმა ქვეყნის გარეთ ადვილად შეძლეს იქაური ამომრჩევლის დაშინებით, მანიპულაციებითა და ზეწოლით, პროპაგანდითა და ცრუ ინფორმაციით სასურველი შედეგი მიეღოთ. შესაბამისად აღმოჩნდა, რომ რუმინეთში მცხოვრებ მოსახლეობას, რომელიც რეალობას საკუთარი თვალით ხედავდა, მთავრობა რუმინეთის ფარგლებს გარეთ უცხო ქვეყნების იურისდიქციაში მცხოვრებ ადამიანებმა დაუნიშნეს. იგივეა მოლდოვას შემთხვევაც. 2025 წელს საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს პარტიამ ქვეყანაში არჩევნები წააგო. თუმცა ევროკავშირიდან შემოსული ხმების გადათვლის შემდეგ სანდუს პარტია 51%-ით დაწინაურდა. ასე მოხდა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც. სანდუმ ქვეყანა მაშინაც წააგო, მაგრამ ღამე ევროკავშირიდან ზუსტად იმდენი ხმა დაემატა, რამდენიც მის გასაპრეზიდენტებლად იყო საჭირო. მოლდოვას საზღვრებში შედეგებმა აჩვენა, რომ სანდუმ არჩევნები სტოიანოგლოსთან მცირე სხვაობით 48.8%-ით 51.2%-ის წინააღმდეგ წააგო. ამის საპირისპიროდ, როგორც ჩანდა, მას დიასპორის ხმების 80%-ზე მეტის მოგების შანსი ჰქონდა. დიასპორაში გაზრდილმა აქტივობამ შედეგი გამოიღო. მან ძალთა ბალანსი შეცვალა. რეალობა ისაა, რომ სანდუმ ქვეყანაში არჩევნები წააგო, რადგან იქ მცხოვრები ხალხი საკუთარი თვალით ხედავდა გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობას, რეპრესიებს, დახურულ ტელევიზიებს, გრძნობდა ტოტალურ შიშს. მეორეს მხრივ კი ქვეყნის გარეთ მყოფი დიასპორა ამ შიშს ვერ გრძნობდა. სამაგიეროდ იღებდა გაფილტრული ინფორმაციის ბუმს, თუ როგორი პროდასავლელია მაია სანდუ. ხედავდა ევროპელი ლიდერების ვიზიტებს მოლდოვაში. მათ განცხადებებს, რომ მოლდოვა ევროპულ სტანდარტებს წარმატებით ნერგავს სასამართლოში, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მხრივ თუ ეკონომიკურ მაჩვენებლებში. პარალელურად, გაფილტრული ინფორმაციის მიღმა ემიგრანტებს ყოველდღიურ რეალობაზე წვდომა არ ჰქონიათ, განსხვავებით მოლდოვაში მცხოვრები მოქალაქეებისგან. ასე რომ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია დღეს არჩევნებში და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც საქართველოს ხელისუფლებას საარჩევნო კოდექსში ცვლილებების საჭიროება დაანახა, რომლის თანახმადაც სწორი არჩევანისთვის აუცილებელია ადამიანი არა მხოლოდ მედიაში არსებულ გაფილტრულ და ხშირად მოდელირებულ ინფორმაციას დაეყრდნოს, არამედ უშუალოდ ჰქონდეს შემხებლობა გაუფილტრავ ინფორმაციასთან, რომლის ერთადერთი წყარო ყოველდღიური ცხოვრება და მისი თვალით დანახული რეალობაა. არ შეიძლება არჩევნები ტარდებოდეს იქ, სადაც ვრცელდება უცხო ქვეყნის იურისდიქცია. თორემ ასეთ პირობებში ნებისმიერი ადამიანი დიასპორის წარმომადგენელი კონკრეტულ შემთხვევაში ექცევა რა თქმა უნდა უცხოური იურისდიქციის გავლენის ქვეშ ამა თუ იმ ფორმით. უფრო მნიშვნელოვანია მეორე არგუმენტი, რაც უკავშირდება ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას. როდესაც ადამიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ, მას არ აქვს ცდომა ინფორმაციის თავარ წყაროზე. ინფორმაციის წყაროები რო დავყოთ, არსებითად შეგვიძლია ორ ნაწილად არის გაფილტრული და გაუფილტრავი. გაფილტრული წყაროებია, ჩვენ ახლა როცა ვხედავთ, როცა ტელევიზიას უყურებს ადამიანი, იღებს გაფილტრული ინფორმაციას, ხო? ჩვენ გვაქვს სუბიექტური აზრი და ჩვენ მოსაზრებებს ვაწვდით, ბუნებრივია, საზოგადოებას შესაბამისად, მე რასაც ვამბობ, თქვენ რასაც ამბობთ ტელევიზიით, ეს არის გაფილტრული ინფორმაცია. არსებობს ერთადერთი გაუფილტრავი წყარო ინფორმაციის, ეს არის ის გარემო, სადაც ჩვენ ცხოვრობ. გადიხარ ქუჩაში და შენი თვალით ხედავ. ანუ ერთმა ტელევიზიამ გითხრა ერთი რამ, მეორემ გითხრა მეორე რამ, მესამე, სოციმედიაში რაღაცა იგითხე. გადიხარ ქუჩაში და შენ თვითონ ხედავ რა ხდება ქვეყანაში. ან მოგწონს, ან არ მოგწონს და ამის საფუძველზე აკეთებ საბოლოოდ არჩევანს. ეს არის ინფორმაციის თავარი წყარო და ერთადერთი გაუფილტრავი წყარო. ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს, რომ თუ არ აქვს ცდომა ადამიანს ინფორმაციის გაუფილტრავ წყაროზე, ის მოკლებულია შესაძლებლობას, რომ მიიღოს
ინფორმირებული გადაწყვეტილება და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. ამბობთ ერთ-ერთ რამეს. როდესაც ადამიანი ცხოვრობს საზღვარგარეთ, ჩამოვიდეს ერთი დღით მაინც ქვეყანაში, თავის თვალით ნახოს რა ხდება ქვეყანაში და ასე მიიღოს საბოლოოდ გადაწყვეტილება. მაგალითად, რო ავიღოთ იგივე რო გადავხედოთ შედეგებს, მარტო ნაცმოძრაობამ და ახალმა მიიღეს 53% საზღვარგარეთ. მობილიზებული იყო ეს ხალხი თუ არა მობილიზებული, ეს საკითხია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ხო? წარმოიდგინეთ ამ ადამიანებს რო გადაეწყვიტათ საქართველოში მცხოვრები ადამიანების ბედი. წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში ცხოვრობენ ადამიანები 54%-ს არ უნდა კოლექტიური ნაცმოძრაობის დაბრუნება, იმიტომ რომ ძალიან კარგად ახსოვს თავის თვალით აქ ნანახი და ახსოვს რა უბედურებასთანაც იყო დაკავშირებული მათი მმართველობა. დღესაც თავის თვალით უყურებს რა ხდება ქვეყანაში და რას აკეთებენ ეს ადამიანები. აქვს ცდომა გაუფილტრავ ინფორმაციაზე და ამ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და რომლებზეც ყველაზე მეტად აისახება, პირდაპირ აისახება საარჩევნო გადაწყვეტილება, სხვა ქვეყნის გარეთ ცხოვრებმა, გარკვეულმა ადამიანების ჯგუფმა უნდა გადაუწყვეტოს საკუთარი ბედი. ხო, ეს არასწორია. გარდა ამისა, არჩევანის საკუთარ ქვეყანაში გაკეთების მოთხოვნა აზღვევს ემიგრანტებისთვის შექმნილ რისკებსაც, რადგან არის შემთხვევები, როდესაც ემიგრანტებს აშანტაჟებენ, რათა აიძულონ კონკრეტული არჩევანის დაფიქსირება. მინდა მოუწოდო ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც უამრავი არიან ბელგიაში და არიან პროოცნებისტურად, ანუ პრორუსულად განწყობილები. დაწყებული აქვენ უკვე ყველა შესწავლა. მაგალითად, ჯერ კიდევ 2016 წელს ნაცმოძრაობის მხარდამჭერები განსხვავებული შეხედულებების მქონე ემიგრანტებს ემუქრებოდნენ. შექმნილი ჰქონდათ ეგრეთ წოდებული პროგრამა ერთად სახლში და ფულს სთხოვდნენ მის დასაფინანსებლად. ახლა ჯგუფმა პატრიოტი ქართველებს მომმართა და მათ შექმნეს მოძრაობა ერთად სახლში. ვინც თანხას არ გაიღებდა, მას ხელოვნურად უქმნიდნენ პრობლემებს. რო გაშანტაჟებდნენ, ხო აღარაფერი ეგრე. მიგზავნიდნენ მესიჯებს, პირადად მე მიგზავნიდნენ ერთი მესიჯი კიდეც შენახული მაქვს, რომ მიგაყუდებენო კედელთანო და რა ვიცი ეგეთი რაღაცეები. სულსაძე მირეკავდნენ და იწევლებოდნენ, რომ შენ როგორ გაბედე პროტესტი გამოთქვა. მე არ მინდა ჩემი ყოველდღიური ნაშრომი მე მივცე პოლიტიკურ პარტიას გადაურიცხო, რომელმაც ჩემი ქვეყანა განაცხადა. იგივე შანტაჟი, მუქარა და ბულინგი ვნახეთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც. ემიგრანტებმა დაიწყეს ქოცი ემიგრანტების სიის შედგენა და მერე რაც დაემართებათ მაგას ახლა არ ვიტყვი. ყველა იბრძვის როგორც შეუძლია. მომწერეთ ყველა უცხოეთში მყოფი ქოცის მონაცემები, სად რომელ ქვეყნებში არიან. საელჩოებს უნდა გადავცე, მოდით პირადში. ადრევე ვწერდი მე რომ ეს აუცილებლად გასაკეთებელი იყო, უნდა ყველანაირად ეცადნენ რომ ეგ ქოცნაძირლები იქაურ მთავრობებს გამოადეპორტებინონ დასავლეთის ქვეყნებიდან. ასეთ ვითარებაში ცხადია ურთულესია სახელმწიფოსთვის აღკვეთოს მსგავსი ზეწოლის ფაქტები და უზრუნველყოს ხმის მიცემისთვის მნიშვნელოვანი თავისუფალი გარემო საზღვარგარეთ, რაც ცხადია ეჭქვეშ აყენებს უცხოეთიდან შემოსული შედეგების სანდოობასაც. ემიგრანტებზე გარდა სხვა ოპოზიციურად განწყობილი ემიგრანტებისა, უცხოელი პოლიტიკური თანამდებობის პირებიც ცდილობდნენ ზეწოლის მოხდენას. მაგალითად 2024 წელს ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე მიხეილ როთი პირდაპირ მოუწოდებდა გერმანიაში მცხოვრებ ქართველებს. ეს არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის არჩევანი თქვენი ქვეყნის ევროპულ მომავალსა და იზოლაციასა და ცხოვრების რუსულ სტილს შორის რეგისტრაციის პროცედურა არის საკმაოდ რთული და ეს ორი ბიჭი ნიკა და ემილი დაგეხმარებიან რეგისტრაციის პროცესში. ცხადია ეს გერმანულ იურისდიქციაში მცხოვრები ქართველების თავისუფალ არჩევანზე ზემოქმედების მცდელობა იყო, რადგან როდესაც იმ ქვეყნის ხელისუფალი სადაც ცხოვრობ, პროოპოზიციურ აქციებს ესწრება და მოგიწოდებს არჩევნებში მონაწილეობისკენ, ჩნდება განცდა, რომ მისი მოწოდებებისგან განსხვავებულმა არჩევანმა შესაძლოა პრობლემები შეგიხსნას, რადგან თუ ასეთ მიკერძოებულ ადამიანთან დაგაბეზღებს ვინმე, რომ ხმა არა ოპოზიციას, არამედ მმართველ პარტიას მიეცი, ფაქტობრივად დაუცველი რჩები და ეს მხოლოდ გერმანიას არ ეხება, არამედ სხვა ევროპულ ქვეყნებსაც და ამ რისკებს ემატება საკმაოდ მნიშვნელოვანი და ფაქტობრივად კონტროლს მიღმა დარჩენილი გარემოება, რა დროსაც საზღვარგარეთ გახსნილ უბნებში სხვადასხვა манипуლაციური ჩარევების პრევენცია ფაქტობრივად შეუძლებელია, რამაც შესაძლოა შედეგებზე გავლენა იქონიოს, საბოლოოდ კი ქვეყნის მომავალზეც, რაც ნათლად გამოჩნდა რუმინეთისა და მოლდოვას შემთხვევაშიც.
სწორედ ამ რისკების დაზღვევას ემსახურება ახალი საარჩევნო კოდექსი, რაც ერთი მხრივ ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს, რისი მთავარი პირობაც არჩევანის თავისუფალ და ინფორმირებულ გარემოში გაკეთების შესაძლებელობაა. მეორე მხრივ კი იცავს ემიგრანტების ინტერესებს, რათა მათი პოლიტიკური შეხედულება არ იქცეს მათზე ზეწოლის განხორციელების საბაბად. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებაც კარგად აჩვენა, რამდენად ღია და უხეში შეიძლება იყოს ამ არჩევნებზე საინფორმაციო და პოლიტიკური ზეწოლა უცხოეთიდან. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ზემოქმედების განსაკუთრებული რისკები არსებობს უცხო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უცხო იურისდიქციის და პოლიტიკური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან, სადაც სახელმწიფო ვერ ახორციელებს ჩარევის პრევენციას. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის წესის დამკვიდრება ზრდის არჩევნების მედეგობას, ამცირებს გარემოთამაშეების გავლენას და უზრუნველყოფს უფრო ადეკვატურ ინფორმირებულ არჩევას. ეს მოდელი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მოქმედებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ირლანდია, მალტა, ისრაელი, სომხეთი. ასე რომ ეს ქართული ნოუ-ჰაუ არ არის. მაგალითად, ირლანდიის საკონსტიტუციო კონვენციის მეხუთე ანგარიშში, რომელიც კონსტიტუციურ ნორმებს ეფუძნება, წერია მოსაზრებები თუ რატომ გრძალავს ირლანდია საზღვარგარეთ ხმის მიცემას. საზღვარგარეთ მყოფმა ამომრჩეველმა შესაძლოა განსაზღვროს ისეთი კანონები და პოლიტიკა, რომლის შედეგებიც თავად მას არ შეეხება. ირლანდიის პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევით ანგარიშში კი ვკითხულობთ. საარჩევნო პროცესის მთლიანობის უზრუნველყოფა გაცილებით რთულია, როდესაც ამომრჩევლები ხმას მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას აძლევენ. რაც შეეხება ისრაელს, იმავე არგუმენტების გათვალისწინებით მათ კონსტიტუციაში პირდაპირ უწერიათ, რომ ისრაელის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დაუსწრებელ ბიულეტენებს და ზოგადად ხმის მიცემა ხდება მხოლოდ ისრაელის მიწაზე. მალტაში კანონმდებლობა გაცილებით მკაცრია. იქ კონსტიტუციის 57 მუხლი მინიმუმ 6 თვიან უწყვეტ რეზიდენტობას ითხოვს საარჩევნო სიების შედგენის დასრულებამდე. ეს ნიშნავს, რომ მალტის მოქალაქეს, რომელიც მალტიდან 18 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იყო გასული და ამ პერიოდში არ უცხოვრია მალტაში 6 თვე, ეკარგება ხმის მიცემის უფლება ეროვნულ არჩევნებზე. სომხეთშიც კონსტიტუცია ამბობს, რომ ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ რესპუბლიკა სომხეთის ტერიტორიაზე შექმნილ საარჩევნო უბნებში. მსგავსი რეგულაციის შემუშავებისას სომხეთის ხელისუფლების ოფიციალური განმარტება ასე ჟღერდა. არჩევნები მხოლოდ საარჩევნო უბანში ხმის მიცემა კი არ არის. არჩევნები ასევე წინა საარჩევნო კამპანიაც არის. ახლა წარმოვიდგინოთ, თუ ამომრჩეველი, ვთქვათ, როსტოვში, მარსელში ან გლენდეილში მოისყიდეს, ჩვენ რას გავაკეთებთ? და თუ 100,000 ამომრჩეველი მოისყიდეს, მაშინ რა ვქნათ? სომხეთის სამართალდამცავ ორგანოებს ამის წინააღმდეგ რეაგირების არანაირი შესაძლებლობა არ ექნებათ, ხოლო სხვა ქვეყნების სამართალდამცავებს ამით ვერ დავტვირთავთ, რადგან ეს მათი საქმე არ არის. ამის შედეგად ძალიან სერიოზული პრობლემა გაჩნდება, განსაკუთრებით იმ მხრივ, რომ შეიძლება სხვა ქვეყანამ არალეგალურად მოახდინოს გავლენა სომხეთის რესპუბლიკის არჩევნებზე. საერთაშორისო მაგალითების მიუხედავად, გარე ძალები, მათ მიერ კონტროლირებადი პოლიტიკური პარტიები და პროპაგანდა ერთიანად დაესხა თავს დაგეგმილ ცვლილებებს და მას ემიგრანტებისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა დაარქვა. რეალურად კი ემიგრანტებს ხმას არავინ არ თმევს. პირიქით, ინიციატივა მაქსიმალურად ազღვევს რისკებს, რაც ემიგრანტების თავისუფალ არჩევანს საფრთხეს შეუქმნიდა. იმიგრაციაში წასულ საქართველოს მოქალაქეებს აუკრძალა უფლება, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. ახლა, რასაც აკეთებენ, ეს არის მართლა საერთოდ არჩევნების შინაარსის გაუქმება. ჩემი აზრით, უბრალოდ დასაჯეს ეს ხალხი. ცხადია, რეალობა აქაც განსხვავებულია, რადგან დიასპორის მონაწილეობას არჩევნების შედეგებზე რაიმე არსებითი გავლენა არ აქვს. ხო, ზუსტად დავთვალე წინა არჩევნების შემთხვევაში რას გამოიწვევდა დიასპორის არ მონაწილეობა და ერთ მანდატს განსაზღვრავდა მხოლოდ. შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება არის თავიდან ბოლომდე დაცლილი სუბიექტური ინტერესებისგან. მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, იცით რომ განსხვავებული შედეგები დაფიქსირდა პროცენტულად საზღვარგარეთ ქვეყანაში არსებულ შედეგებთან შედარებით, მაგრამ იმის გამო რომ თლიან შედეგს ეს გავლენას არ ახდენს, ჩვენ დაცლილი ვართ სუბიექტური ინტერესებისგან. ობიექტური ინტერესი რაში მდგომარეობს, აქაც ჩვენ ყველგან ვცდილობთ რომ მაქსიმალურად განვამტკიცოთ ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ქვეყნის დამოუკიდებლობა და დავიცვათ გარე საფრთხეებისგან. და სწორედ სუვერენიტეტის გამტკიცებაა ის, რის გამოც საქართველოს უცხოელი აქტორები მუდმივად აკრიტიკებენ და თავს ესხმიან. შესაბამისად გამონაკლისი არც საარჩევნო ცვლილებები ყოფილა. ახლა ართმევენ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს ხმის მიცემის უფლებას, რათა გაიმყარონ მმართველობა. დიდმა ბრიტანეთმა ახლავე უნდა დააწესოს სანქციები ივანიშვილისა და მისი მეგობრების მიმართ.
ქართული ოცნების პარლამენტის თვითგამოცხადებულმა თავმჯდომარემ გეგმა გამოაცხადა, რომლის მიზანს უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა წარმოადგენს. ეს ნაბიჯი მიზანში იღებს ოპოზიციურ ამორჩევლებს, ძირსუთხრის დემოკრატიას და პრორუსული ავტორიტარული ტაქტიკის მსგავსია. თუმცა, როდესაც ევროპარლამენტარი და შემდეგ ბრიტანელი დეპუტატი ქართულ ინიციატივას დიქტატურად აფასებენ, უნდა გავიხსენოთ, რომ არსებობს პრეცედენტული საქმე და პირდაპირ იმეორებს საქართველოს ხელისუფლების არგუმენტებს, როდესაც საუბარია ემიგრანტების ხმის მიცემის წესზე. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე სიტაროპულოსი და სხვები საბერძნეთის წინააღმდეგ ამბობს. ამგვარად სასამართლომ მიიჩნია, რომ ხმის მიცემისთვის რეზიდენტობის მოთხოვნა შეიძლება გამართლებული იყოს შემდეგი საფუძვლებით. ვარაუდი, რომ არარეზიდენტი მოქალაქე ნაკლებად პირდაპირ ან ნაკლებად ინტენსიურად არის დაკავშირებული თავისი ქვეყნის ყოველდღიურ პრობლემებთან და ნაკლები ცოდნა აქვს მათ შესახებ. ის ფაქტი, რომ პარლამენტის კანდიდატებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია სხვადასხვა საარჩევნო საკითხების წარდგენა საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის და რომ არარეზიდენტ მოქალაქეებს არ აქვთ გავლენა კანდიდატების შერჩევაზე ან მათი საარჩევნო პროგრამების შემუშავებაზე. მჭიდრო კავშირი საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლებასა და ამგვარად არჩეული პოლიტიკური ორგანოების ქმედებებით პირდაპირ ზემოქმედების ფაქტს შორის. ლეგიტიმურია შეშფოთება, რომელიც შეიძლება გააჩნდეს საკანონმდებლო ორგანოს შეზღუდოს საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების გავლენა არჩევნებზე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მართალია ფუნდამენტურია, მაგრამ პირველ რიგში გავლენას ახდენს ქვეყანაში მცხოვრებ პირებზე. ასე რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არც დემოკრატიულ ნორმებს ეწინააღმდეგება და არც უპრეცედენტოა. ის საერთაშორისო პრაქტიკას და საერთაშორისო გამოწვევებს პასუხობს. გამოწვევებს, რომელიც უცხო ძალების მიერ ქვეყნების სუვერენიტეტის დასუსტებაში, მის შიდა პოლიტიკაზე ზემოქმედებასა და მარიონეტული მთავრობის მოყვანის ტენდენციაში გამოიხატება. სპეკულაციები ცხადია ბევრია, თუმცა რეალობა ისაა, რომ ეს საარჩევნო ცვლილება ազღვევს მთავარ რისკს, რაც სუვერენული ქვეყნის ხელში კონტროლის ბერკეტების არქონაა უცხოეთში გახსნილ საარჩევნო უბნებზე, სადაც ამავე სახელმწიფოს ბედი წყდება. ბერკეტების არქონაა უცხო ქვეყნის იურისდიქციაში მყოფი მოქალაქეების სრულყოფილად ინფორმირებულობაზე და ბერკეტების არქონაა დაიცვას საკუთარი არარეზიდენტი მოქალაქეების საარჩევნო პერიოდში ზეწოლისა და შანტაჟისგან. თუმცა ეს უკვე წარსულში დარჩება. ცვლილებების შემდეგ სახელმწიფო მოქალაქეთა თავისუფალინების გამოხატვის დაცვას ეფექტურად შეძლებს. შესაბამისად, არჩევნებს ანუ ქვეყნის ბედსაც გარეჩარევებისგან დაიცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა მისი სამშობლოს მომავალი სამშობლოშივე განსაზღვროს.